უკვე ცნობილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 18 მაისის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები. სრული უპირატესობით 95%-ით ერთიანი სტუდენტური მოძრაობა ლიდერობს. გამარჯვებული გუნდი შედეგებით კმაყოფილია. სამომავლოდ კი უკვე დაწყებული კურსის გაგრძელებას და სტუდენტებზე ორიენტირებულ ახალ პროექტებს გეგმავს. ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი კურსი გავაგრძელოთ, ვიყოთ ისევ და ისევ ორიენტირებული სტუდენტზე, გავაკეთოთ ძალიან ბევრი ღონისძიება. ძალიან მასშტაბური, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო. ბორის ჩოფლიანმა, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს, დღეს შედეგებზე საუბარი არ ისურვა. სტუდენტური ერთობის ლიდერი მიხეილ ლადუაშვილი კი თვლის, რომ არჩევნები მშვიდად და სამართლიანად ჩატარდა. მომავალში იგი გამარჯვებულ გუნდთან თანამშრომლობასაც აპირებს. მართალია ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ გვაქვს იმის იმედი, რომ მომავალში გავაგრძელებთ ახალმოწვევის თვითმმართველობასთან ურთიერთობას და ერთად გავაკეთეთ ბევრ კარგ საქმეს. საქართველოში უნდა დამყარდეს ტრადიცია, რომ დამარცხებულმა აგიაროს დამარცხება და მიულოცოს გამარჯვება. სტუდენტურ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარღვევებთან დაკავშირებით არც ერთი საჩივარი არ შესულა. კომისიის თავმჯდომარე დავით ჯიქი არჩევნებში სტუდენტობის აქტივობას საშუალოდ აფასებს. მთლიანად პროცესს კი დადებითად. დღეს პრინციპში ჯერ კიდევ დრო არის ვთქვით რა იმე საჩივარი შემოვიდეს, თუმცა ვარაუდობთ რომ საჩივარი არ შემოვა, იმიტომ რომ პროცესთან უშუალოდ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საჩივრები არ შემოსულა, ხოლო ხმის დასვლის პროცესთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ველოდები, თუმცა ჯერ არ შემოსულა. სტუდენტურ CSKO-ში საბოლოო შედეგები სავარაუდოდ ხვალდილისთვის გამოცხადდება. თვითმმართველობის პრეზიდენტს კი 100 დელეგატი 25 მაისს აირჩევს.